სალამი ნიკო. გამარჯობა ჯიმი. გამარჯობა დათო. სალამ. აი ქორი დავრუნდა. ნაშვები წვიმს. მორეცხილია ქუჩები ბევრი წყლით. მე მგონი მეზობლებს წყალი ჩაუშვით, არ ვიცი რაც ლაპარაკი იყო ოფისში და აქაც ხო, ჩამოგდის სახურავზე ვარ ჩვენ. ხო, ჩამოგდის ახლა არ ხმამაღლა ნათქვამია. ხმამაღლა ნათქვამია, მაგრამ რაც შეიძლება დაგეწვეთოს. როგორ გაატარებ? ზაფხული? არა. არა, იცი რა არის ესეთი ამინდი ახლა მოვიდა შემოდგომა. ძალიან ცხელი ზაფხული იყო და მე მგონი ახლა თუ ესეთი წვიმიანი და ეს ნესტიანი ამინდები გაგრძელდება, არა მგონია რომ ამით ჩვენი ბედნიერების ხარისხი მოიმატებს. ჯერ ასატანია ნიკო. ასატანი კი არა, დილას და მე სიამონა გარეთ თუ არა ხარ გამოსული, რაც წვიმა მოდის, სიგრილი არის, თან სიწყნარე იყო და თავისუფალში მეგონა და შეთქი არა. კი. შემოდგომას უნდა გავდეს. თუმცა ჯერ კიდევ დაცხება იმედია და კიდე იქნება შორტებით კიდევ ვივლით ნიკო. წელს პირველი 3 წუთი არაფერზე ვილაპარაკეთ. რატო? რას ნიშნავს არაფერზე? ნიკო ამინდი ახლა ბრიტანელი ლორდები თუ არ შეიძლება მე მგონი პლებეებიც ეგრე იწყებენ რომ ჯერ ამინდი უნდა ვთქვათ მე მოვიკითხოთ. ჩვენ მაგის ფუფუნება არ გვაქვს. იცი რა არის ახლა? არა? არა, ხალხო რა ამინდი და ისა. დაიწყეთ აბა. რა გაინტერესებს დათო? რა მოგხვდა თვალში ახალ ამბებში ბოლო 2 დღის განმავლობაში? ვინმე ხო არ მოკლეს? აი აქციებზე ვიყავით ეს 3 დღე მე. ეს ამბები. ყველა ვეკითხები. ვიცი. ჩვენს ბაბლში ნიკო მიღებული არის რამე რომ მოხდება, აი რაღაც გლობალური ამბავი რომ მოხდება. ბოდიში ვიცი, მაგრამ არ დავიწყე, იმიტომ რა ვიცი, იქნება თქვენ არ იცით და უხერხულში არ შეგვიძლია. მე კიდევ ვიფიქრე ქორიძეს გამოვიყვანს. ხო, ყველა ეგრევე იწყებს ექსპერტიზის დადებას. ხო და მე აი ჩემ და სამარცხვინოთ, ხო, აი ამ კაცის ვიდრე არ მოკლეს შესაძლოა კაცი ალაპარაკე. ხო, კირკი არა? ჩარლი კირკი. ნუ ახლა რა ისედაც ახლა როგორ გითხრა ამერიკის შიდა დისკუსიებში და იმაში დიდად ჩახედული ვარო არა, მაგრამ ნუ ახლა რაც ხდება სიტყვაზე საინფორმაციო იმის სიღრმეების მიღმა, ხო, ზედაპირზე რაც ამოდის, რაც მნიშვნელოვანი ახალი ამბებია და მე ეს სოფლიო მედიის იმაში თვალსაწიერში ხდება, აი იმას ვეცნობი და ახლა ესე დეტალურად რომ აი დღეს ამერიკის პოლიტიკაში რა ხდება, რა დინებები არის, ვინ არიან სპიკერები, ვინ არიან კონსერვატორი მოლაპარაკე თავები, ლიბერალები, ესე დეტალებში არ ვიყავი. რო თქვა რომ აი ახლა დილას ვიწყებ იმით იმის ამერიკული პრესის კითხვით, ეგეც არ არის მართალი ხო და ნუ არ მოხდა ეს კაცი ჩემს თვალსაწიერში. ამ დროს რო გადავხედი ამ ჩვენს პროპაგანდისტულ მედიას, იმენა მემეტენება მისი მკვლელობა ეგეთი ის არის. შენ ახლა ეგეც საერთოდ ვინ იყო? ხო, ნუ არ ვიცი. მე ვიცოდი, მაგრამ ახლა რო გითხრა რომ ჯეკი და მის მე შენი იმედი მქონდა ნიკო. არა, დაახლოებით წარმოდგენა მაქვს და შემიძლია ჩარლი კირკი. რომელიც ჩვენ ახლა შეგვიძლია 2-3 რამეს გავცეთ პასუხი. პირველი რომელიც არის შეკითხვა რომელიც ბუნებრივად გიჩნდება ქართველ ადამიანს რომ რატო უნდა მაინტერესებდეს ესე ძალიან. ანუ ტრაგიკული შემთხვევა არის ეს ადამიანი მოკლეს ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ საშინელი კადრები ის, ნუ არ მენახა ჯობდა რა. მე კადრები არ ნახე, იმიტომ რომ ეწერა იქ რომ არ ნახოთო და მაგდროს მე რო სკროლავდი, ესე შემხვდა შორიდან გადაღებული კადრები და მე რო გავაგრძელებ სკროლვა, ვიფიქრე რომ იგივე არის მეთქი და რომ დავაწყაპე, ხო, იყო ახლოდან გადაღებული და ეს ჩანს როგორ იმაშვება, ხდება და როგორ და იქ მე ვიღაცას იმედები ქონდა რომ იქ დასტაბილურდა და გადარჩა ბოდიშო გაგაწყვეტინე და დაუჯერებელი იყო რომ ამ ხელა ესეთი სისხლის დენის შემდეგ როგორ მოასწრებდნენ. არ მე რედიძე ვკითხულობდი, ეგ სხვები წერდნენ რომ თუ არ გინდაო რაღაც საშინელების ნახვა, არ ნახო, მე არ მინდა მეთქი და მე ქვევით კომენტარები იყო, ვინც დაინახა რომ ხა ეგ გადარჩებავ ისეთ რაღაცას ხედავთო და მე. აი თვალში საცემად ის იყო რა. ხო, რითი არის ეს კაცი მნიშვნელოვანი ჩვენთვის მაგრამ. ანუ ერთი ხო რომ რატო გვიწევს რომ ჩვენც ვიცოდეთ, იმიტომ რომ ნუ უამრავი ადამიანი ყვდება ძალადობრივად, ეს რატო ვიცით, რატო არის მნიშვნელოვანი და საერთოდ ვინ იყო? მოდი აქედან დავიწყოთ. ერთი თავიდანვე უნდა ვახსენოთ, რომ იყო კონტროვერსიული ფიგურა, კონტროვერსიული არ მომწონს ხოლმე მოწყვეტ ტყების ხმარება, მაგრამ კარგი ახლა ესეთი ერთი სიტყვით შესატყვისი არა გვაქვს.
აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა მის შესახებ. ზოგი ხა რასაც მომზადი დაგუგლული მოვედი როგორც ამბობენ ხოლმე, რაღაცები მანამდეც ვიცოდი. ჩარლი კერკი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ამერიკული კონსერვატიული მოძრაობისთვის. ხა თუ ახალი ამბები წაიკითხეთ, ნახავდით, რომ 18 წლის იყო, როდესაც დაარსა ორგანიზაცია Turning Point USA, შემდეგ იყო მისი ხელმძღვანელი. ეს Turning Point USA არის NGO არის ფაქტობრივად, ანუ არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, ანუ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის ამოცანაც იყო, რომ კონსერვატიული ხმა შეეტანა ძირითადად კამპუსებზე და უნივერსიტეტებში. ანუ იგულისხმებოდა, ანუ მართლა ეგრეა, რომ როგორც წესი უნივერსიტეტები უფრო ლიბერალური გარემოა ხოლმე და ბევრი სტუდენტი, ვინც თქვა ეგრეთ ძალიან ლიბერალი არ არის, შეიძლება თავს ესე გარიყულად გრძნობდეს კამპუსზე და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მათი რაღაც სივრცეები შეიქმნა, სადაც კონსერვატიულ ფასეულობებზე შეეძლოთ, რომ ელაპარაკათ. ეხლა რასაც ვკითხულობდი, ხშირად აი ბენ შაპირო იცი ვინ არის? ხო, ნუ ესეთი არის კონსერვატორი, პუბლიცისტი კი არის, კომენტატორი, თავის აზრს ხშირად მას ადარებენ ხოლმე, მაგრამ თქვათ ეგრე არ არის. ეს ჩარლი კერკი იყო უფრო ორგანიზატორი და ჰაიპმენს რო ამბობენ ხოლმე. ანუ იყო როგორც ხვდები, იყო ძალიან ენერგიული, ძალიან ჩართული ადამიანი, რომელიც მაინდა-მაინც სტუდენტებში პოპულარული იყო, ხო თვითონ არ მიაჩნდა თავი, რომ რა თქვა ინტელექტუალური ლიდერია. უფრო როგორც ერთ-ერთი მასში წავიკითხე ამერიკულ მიმოხილვაში მის შესახებ, amplifier of others ideas ესე წერა, ანუ თვითონ კი არ იფიქრებდა რაღაცებს, ანუ თქვა ვიღაცა რო იტყვის, მერე გადაღეჭავდა და ახალგაზრდებს ამაზე ელაპარაკებოდა. და კონტროვერსია საიდან მოდის, რატო არის აზრთა სხვადასხვაობა ამასთან დაკავშირებით, რომ იყო ძალიან ძლიერი კი არა და კვეთრი მოსაზრებების მქონე ადამიანი. ნაწილი რასაც ამბობდა იყო, როგორც ამბობენ, რომ ცოტა მეინსტრიმული მემარჯვენე კონსერვატიული ამერიკისთვის შეხედულებები, ნაწილი იყო ცოტა უფრო მაგა კონსერვატორებს რასაც ამბობენ ხოლმე. ანუ თქვა არის ნაწილი არის, რომ ამბობს, რომ გადასახადები უნდა შემცირდეს, მთავრობა რაც უფრო პატარა იქნება, მით უკეთესია, რაც გავრცელებული პოზიცია არის ამერიკელ კონსერვატორებში. საგარეო პოლიტიკაში იზოლაციონისტი, აი, იმიტომ რომ უკრაინის და რუსეთის იმაში კონფლიქტზე რაც წავიკითხე, ნუ ძალიან ეგეთი იყო მიუღებელი და ამაზრზენი პოზიციით. ფაქტობრივად იმეორებს. ესეთ პოზიციებს გამოხატავდა, მკაფიო პოზიციებს. ნებისმიერი ადამიანი საქართველოში ნახავს რაღაცას, რაც აბსოლუტურად მიუღებელი იქნება, რასაც ამბობს იმაში. ანუ იყო თქვათ აბორტის ძალიან მოწინააღმდეგე, უკრაინის შემთხვევაში ამბობდა, რომ ცოტა ხო რუსული არგუმენტები, იმიტომ რომ ახლა ყირიმი უნდა დათმოს, იმიტომ რომ სულ რუსეთის იყო და იქ რუსეთის ფლოტი იქ იყო და აბა სხვანაირად როგორ სულ არის რაღაც იმაზე 7%-ზე ტერიტორიის დათმობაზე. მოკლედ აი ძირითადი რუსული პროპაგანდა, ნუ ზელენსკის შეეძლო ომი არ დაეწყო და რომ დაუშვა და ესეთები რასაც ამბობენ. ეხა რის გამოც არის, ეხა თქვათ ამბავი არის ატეხილი Facebook-ზე, რომ ვიღაცებს არ ეწყინათ მისი სიკვდილი, ან შეიძლება ავისი ხარული დავესესხოთ სულხან საბაურბელიანს ზლარაცტვა რუსული და რომ თარგმნოთ, ესე უყურებენ, რომ აი ნახე უცია თავისმა ცოდვებმა. რომელიც მაგით არ არის განპირობებული, ერთ-ერთი რის გამოც თქვათ SNS ვითარება არის ხოლმე, არის მისი პოზიცია იარაღის კონტროლთან დაკავშირებით, რომელიც არის ამერიკაში საშინლად მაპოლარიზებელი საკითხი. იქაც იარაღის მომხრე იქნებოდა. ნახე როგორ არის საქმე, ხო, იარაღის მომხრე ამერიკაში ქვია მაგას მეორე შესწორების მომხრეები, კონსტიტუციის მეორე შესწორებაზე ალაპარაკი, სადაც არის იარაღის დარების უფლებაზე, რომელიც თავის დროზე ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა ჩადეს კონსტიტუციაში შესწორების სახით. და მე არის ხოლმე კამათი სულ ამასთან დაკავშირებით, რომ ერთი ეს არის თქვათ ამერიკის ნაწილი, მორალის და ამერიკის სახის ნაწილი და მაგისტვის ხელისხლება არ შეიძლება. სხვები ამის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ როცა თავის დროზე ეს იარაღის უფლება ჩადის, მუშკეტებით დადიოდა ხალხი და იმითი ფილთა ქვა თუ რა ქვია, სანადირო თოფებით და შეიძლება არ წარმოედგინათ, რომ ხო ავტომატური შაშხანები ყოფილიყო სახლში, რომელთაც ერთ ხელს რო გამოკრავ, ნახევარ უბანს ამოწყვეტა, ისე რომ არც გაიოფლები თუ რაღაცა. მოკლედ, მაგაზია ხოლმე სულ კამათი და კამათი არის ხოლმე ყოველჯერზე, როდესაც ამერიკაში ხდება school shooting-ი. School shooting-ი ქართულად მადლობა ღმერთს, რომ შესატყვისი არ აგვაქვს, ანუ გრძელად უნდა ვთარგმნოთ ხოლმე ყოველჯერზე, როცა ხდება, ახალ ამბავს რო წერ, სკოლაში სროლა მოხდა და მოკლედ და მოხდენილი ფრაზა არ აგვაქვს, რის გამოც კიდევ ერთხელ რომ ძალიან მადლობა ღმერთს.
რომელიც რო გავიაზროთ რამხელა პრობლემა ამერიკისთვის, ცხადია რომ ყველამის თუ არის პრობლემა, მაგრამ წელს 56 თუ 57 მოხდა გუშინ. ანუ 2025 წელს. თქვა ჩარლი კერს ქონდა ხოლმე მისი პოზიცია იყო, რომლის მის ფრაზასაც ახლა ხშირად იმეორებენ მის სიკვდილის მკვლელობის შემდეგ, რომ ხანდახან ესე მოხდება ხოლმე, ანუ როცა ყველას აქ იარაღი, ხანდახან ვიღაცას მოხდება ტყვია და ნუ რა ვქნათ რა, ეგ არის ფასი, რომელსაც ვიხდითო და ნუ ეს იყო ამ ავი სიხარულის ერთ-ერთი რაღაც მანიშნებელი, იმიტომ რომ სხვები ამბობდნენ რომ აი გუშინ კიდე კოლორადოშიც მოხდა school shooting-ი და ცოცხალი რო ყოფილიყო, იტყოდა რომ არაუშავსო რა გავაკეთოთო. ხდება ხოლმეო? ხდება ხოლმეო. რასაც გადავყავართ მეორე საკითხთან, რომელიც თავიდანვე დავსვით, რომ ჩვენ რა შუაში ვართ აქ ქართველები. ამერიკას აქვს თავისი ისეთი პრობლემა, რომელიც ჩვენ მაინც არ გვეხება. ანუ ეს სკოლის სროლები იმედი არასდროს არ შეგვეხება და არც პრინციპში რა მასშტაბით ეს და როგორაც ხდება მარტო ამერიკაშია. ეგ სკოლაში სხვასაც უსროლია, მასობრივი მკვლელობების სხვაგანაც მომხდარა, მაგრამ ალბათ ყველგან უფრო გამონაკლისის სახე აქვს ვიდრე ამერიკა. ნუ ეგეთი მასშტაბით არ ხდება ხოლმე და დღეს წავიკითხე ესეთი ესა სტატისტიკა, რომ ამერიკაში უფრო მეტჯერ ხდება ვიდრე დიდი შედეულის ყველა სხვა ქვეყანა ერთად რო აიღო და მე რა 50-ზე გაამრავლეთ. რა მოკლედ ძალიან მეორე. ხო, ნუ კატასტროფაა რა. მას ჩვენ რა შუაში ვართ? ჩვენი შუაში ვართ რა გლობალიზაციის რაც გინდა და გაზრდასთან და ხო, ნუ ახლა ამერიკა არის და გინდა არ გინდა და დებატებიც არის, ჩვენზეც აისახება. ახლის გავლენა ხედავთ რომ მაინც ჩვენ შეგვეხება თუ არა. იგივე იყო ადრე გველაპარაკია რომ სადღაცა თქვა კალიფორნიაში სკოლაში გენდერ რეაფერმენტუს კესის შეცვლის თუ არ ვიცი რა ქვია ოპერაციაზე იქ რო არის კამათი მე ჩვენთანაც მოდის ხოლმე იმინა მიუხედავად რომ ჩვენთან სკოლებში ხო მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად ხდება ნიკო აი ეს გადმოტანა იქიდან აქ იმისთვის რომ მე აქ ვიღაცამ ქულები დაიწეროს ისპეკულიროს და გავაშ აი როგორც ახლა არის ვიღაც ტიპი რომ შეეძლოთ ნიკო ახლა ხო აი აქედან ახლა ლიბერალური ბაბლიდან ტიპებს დაიჭერდნენ მაკაცის მკვლელობაში ხო მოკლედ კარგი არაფერი რო არ მოხდა ანუ ჯერჯერობით ეხა როცა ამას ვწერთ ეხლა არის ხუთშაბათი შუადღე და ჯერ მკვლელი არ არის დაჭერილი და არ ვიცით ვინ არის მაინდა-მაინც გუშინ იყო დაჭერილი ორი ადამიანი რომელიც მე გავუშვეს ვაიმე ის კაცი როგორ ეგონათ მკვლელი ის მოხუცი კაცი რომ მიყავდა ჩარვალი რო ძრებოდა ფეხზე ვერ დგებოდა რა ახო არ ვიცი რა იფიქრეს მან და კიდე აინახე როგორი სახის პრობლემა ნუ ერთი რასაც ვამბობთ რომ იქაური დისკურსი გადმოდის ყველგან საქართველოშიც ბელგიაშიც ანუ რაზეც არის ხოლმე ლაპარაკი მეორე არის ის რომ ეს დისკურსი ეს კამათი ხდება სულ უფრო და უფრო მაპოლარიზებელი და ეს არის თავისი ასისტემურად ხდება ეგრე ხა ნახე რა შეასაქმე ამ კაცს ქონდა თავისი პოდკასტი ჩარლკერს კიდე არის სხვა კონსერვატიული პოდკასტები რომელსაც ბევრი ადამიანი უყურებს ხოლმე და მემარცხენეებს აქვთ ეგეთი ანუ ის არ არის მარტო მემარჯვენეს პრობლემა იყოს რომ პრობლემა არის ის რომ ამ დროს როდესაც შენ გაქვს რაღაცა ისეთი საშუალებრივი პოზიცია რაღაცა ამბობ რომ მოდი გადასახადები შემცირდეს მაგრამ რაღაცა ისეც დავტოვოთ თავიდან ლაპარაკობთ შარლკერს იმდენი მაყურებელი არ აყავს იმდენ კლიქს და აი როგორც კი დაიწყე კულტურის ომებზე რო იწყებ ლაპარაკს მე უფრო მეტი ადამიანი გიყურებს მაგრამ ნახე რა შესაქმე როცა დღეს ჩვენ ცხოვრობთ როგორც ამბობენ ხოლმე ყურადღების ეკონომიკაში ანუ თქვა ყველას პოდკასტი აქვს ყველა ითხოვს შენგან რაღაცას რომ Netflix უნდა რომ მეტი დრო იმას დაახარჯო, Facebook-ს უნდა რომ იმას დაახარჯო, YouTube-ზე პოდკასტი რომ აქვს იმას რომ დაახარჯო და ამ დროს გიწევს რომ უფრო და უფრო რადიკალური აზრები გამოთქვა, იმიტომ რომ ხალხი იმას უყურებს, ან ვინც უფრო ბრაზიანია, ან ვინც უფრო სასაცილოა, ან ვინც უფრო რადიკალურია და შესაბამისად ჩვენებს რო დავესეს ხო ჩუის გაკრეფა ხდება ხოლმე, მარცხნივაც და მარჯვნივაც, ანუ თუ ცოტა გაწონასწორებელი პოზიცია გაქვს, ეგ არ არის საინტერესო არავისთვის. და რაც უფრო მეტი ადამიანი გიყურებს, ფულსაც უფრო შოულობ. ანუ ეხლა ნახე რამდენი აქვს მეთქი ფული ამ კაცს, რომელიც კიდევ ერთხელ NGO გქონდა რა, ანუ პოლიტიკური NGO, მაგრამ NGO არის, არა. და ზუსტად არავინ არ კაცს ანუ 31 წლის კაცს ხო ახალგაზრდა. ბიჭი არ დაუძახებ 31 წლისას. ახალგაზრდა კაცს. და ნუ რა თქვა ხელფასი რაც ვიცით 400.000 ქონდა იქ წელიწადში low millions-ო ესე დამიწერა 2-3 მილიონი თქვა რეკლამიდან შემოსავალია და ამაზე რაც არ არის უნიშნული თანხა ხო არ არის უნიშნული მაგრამ თავარი ის არის რომ ისიც და სხვაებიც ვინც მის მესიჯს გამოეხმაურნენ ფულის გამო ამას არ აკეთებენ ერთ-ერთი პრობლემა რაც გვაქვს თანამედროვე საზოგადოებაში ცოტა ფილოსოფიურად დამყარი მაგრამ მაინც არის ალბათ ცხოვრების საზრისის ძიება და
რომ ერთი მეორეს არ უშლის ხელს ახლა ეგეთი შემოსავალი არ მგონია უმნიშვნელო იყოს ხო? არა, მაგრამ აი სხვები რატომ მიდიხარ მან? იმიტომ კი არა რომ ანუ ძალიან ადვილია მეორე მხრიდან რომ აკრიტიკო რომ ეგენი ყველანი არიან რასისტები, ჰომოფობები, ანტიესენი, რომლებიც ეგენიც არიან ცხადია, მაგრამ მარტო ეგეც არ არის. ანუ რაღაც ამ კაც როგორც შეეძლო, როგორც წავიკითხე, არის რომ შეექმნა თემი საზოგადოება, ანუ ერთიანობაში მოეყვანა ტიპები, რომლებიც მერე გრძნობენ თავს უფრო დიდის რაღაცა შემადგენელ ნაწილად. რომ რაღაცას რო ფიქრობენ, ხვდებიან რომ მარტოები არ არიან. და მაგ ხრივ აი პრობლემა არის ხოლმე ორივე მხრიდან სიტყვის თავისუფლება. არის ის რომ თქვათ ჩარლი კერკის და სხვაებიც ამბობდნენ რომ კამპუსებზე როცა კონსერვატიული სიტყვა იზღუდება, ეს არის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. და ალბათ ახლა კაც რომ მოკლავ, იმიტომ რომ თავისი ალბათ კი არა და ნამდვილად ეგრეა რომ კაც რომ მოკლავ თუ იმის გამო მოკლეს არ ვიცით ჯერ, მაგრამ ვარაუდობთ რომ თავის აზრს გამოთქვამ და მეტი რანაირად უნდა შეებრძოლო სიტყვის თავისუფლებას, ხო? მაგრამ ჩვენთანაც ეგრეა და ამერიკაშიც რომ უმეტესობა არის კონფორმი რომ სიტყვის თავისუფლება რომ მე როცა მინდა იმას რასაც ვამბობ და შენ თუ გზღუდავ, ან თქვათ როდესაც თავს ესხმიან მეორე მხარეს როცა ზედმეტად იმისით, ეგ შედარებით მოსულა. ანუ მე ვთქვი რომ რაც ქართულ რეალობაში გადმოვთარგმნო რომ ცოტა ის კონდეს აღქმა რომ რა როგორ ხდება და ჩვენთან ხშირად ესეა რომ აი თქვა აი ნახე ლიბერალებმა როგორ ჩაახშეს სიტყვა როცა თვითონ ვიღაცა სხვას ახშობენ ხოლმე და ლიბერალებს ჩვევიათ ეგ რომ სხვას უხურებენ ისეთ რაღაცაზე რასაც მე თვითონაც აკეთებენ ხოლმე არ მინდა რომ ხა both sides მექვია კიდევ ერთხელ ახლა ამერიკაზე ვლაპარაკობ ბევრ ამერიკულ გამოთქვას ვამბობ რომ ორივე მხარე ერთნაირია ჩვენ და შუაში ისმს და არქმევდნენ მაგას მაგრამ იქაც იგივე ჭირს რა ჩვენთან რომ შუა აღარ არსებობს. არ არსებობს აი რაღაცა პონტი სადაც დაждები და დაელაპარაკები. ჩვენთან კიდე არის, თქვა რამდენიმე მეგობარი მყავს, რომელიც ალბათ ბევრ რამეში დაეთანხმებოდა ჩარლი კერკს, რომელსაც მე ალბათ ძალიან ცოტა რამეში დაეთანხმებოდი, რომელთანაც რა სვამთ ბარში, გვიკამათია და არაფერი რა, ანუ არ მგონია რომ ვიღაცის მტერია და რაღაცის წინააღმდეგია და ასე შემდეგ. მაგრამ აი ჩარლი კერკი რასაც აკეთებდა ერთ-ერთი იყო დებატები. დებატები სინამდვილეში თქვა მიმირო არის, იცი რომ რაღაცა change my mind. არის სხვა იყო, მაგრამ ამას ახლა როცა მოკლეზებიდან prove me wrong ეწერა. ამ დებატების ამოცანა არ არის რომ მე აზრი შევიცვალო, მე აზრს არ შევიცვალო. ამ დებატების ამოცანა არის რომ მე მქონდეს 20 წამიანი კლიპი, სადაც ვიღაც გაგიჟებული woke თმაშეღებილი ველური ქალი, რომელიც მომეჭრება და რაღაცა სისულელე სიტყვის და მე აი გავანადგურე ფაქტებით და არგუმენტებით ის მეორე მხარე. და შუაში აი იკარგება სულ ყველაფერი და ბოლოს ვიტყვი რომ ძალიან გამიგრძელდა ყველაზე ცუდი რაც არის მომავალში კიდევ ერთხელ არ ვიყურებ, მაგრამ არავის არ აქვს განცდა რომ ეს პოლიტიკური ძალადობა ამერიკაში ახლა არის პიკზე. რომ ეს არის მესამე აქტი დავიწყეთ, რომ აი მორჩა პირიქით რაღაცა ზოგადად არის განცდა რომ ეს ღრუბლები კი არ მოიქუფრა უკვე, არამედ ჯერ კიდევ ახლაც იქუფრავს. საქართველოს ეგრე ვარ. ის რომ ეს ახლა არ არის პირველი და ბოლო, აბსოლუტურად ბოლო იმედია რომ იქნება, მაგრამ პირველი პოლიტიკური ძალადობა მკვლელობის მცდელობა არის ტრამპს ესროლეს მანამდე იყო ორი შემთხვევა, როდესაც ერთი მინესოტაში, მეორე სადღაცა კიდე სხვაგან მემარჯვენე პოლიტიკოსებსაც და მემარცხენე პოლიტიკოსებსაც. რაც კაი ხანია ესეთი დაძაბულობა ამერიკაში არ ყოფილა, ანუ ბოლოს კი არის ხოლმე ქუჩაში გამოსვლა პროტესტი რაღაცა, მაგრამ თვალშისაცემია. გასდას რომ მარტო ამერიკაში არ ხდება რაღაც. ხო, თვალშისაცემია მუხტის. ზოგადი რაღაცა ისა რომ წინაზე ვლაპარაკობთ რაღაც ისტორიის ძალების რაღაც ამინდი მოდის და არ იცი რა გაუკეთო და სოფლიო მივახსენე, მაგრამ შეიძლება იყოს რაღაც რეფორმაციის პერიოდს რო შეადარო რომ ატყობ რომ რაღაცა სერიოზული ცვლილებები ხდება შენ ამ დროს შეიძლება სადღაც მორავიაში გლეხი ხარან სადღაცა მაშინ ბელგიას რა ერქვა რაღაცა შენ პონჩი რა და გინდა არ გინდა დაგატყდება ეგა და ძალიან ხო აი ნიკო შენ რო ამბობ რომ ეს დაძაბულობა ეს მუხტი გაზრდილი არის და ნუ აი ეს მიუღებლობა დაპირისპირებული მხარეების ხო სანამ ამ კვლელს არ დაიჭერენ არ გამოიძებენ ხო ახლა რა ვიცი ეს მარტივია ხო ვიღაცისკენ ხელის გაშვერა სიტყვაზე იდეოლოგიურად დაპირისპირებული ხარის ის რო თქვი რომ ორი მემარცხენე პოლიტიკოსაც მოკლეს მაშინვე ეს მე ისინი ამბობდნენ მემარჯვენე რომ woke leftisებმა მოკლეს რომელიც არ ყოფილა ეგრე ხო ანუ მაშინვე ხელს იშვა რომ მოწინააღმდეგე ხო ახლაც ამის მცდელობა არის ხო და უყურე მე რა გამახსენდა
ახლა არ ვიცი ამერიკაში ინსტიტუტები არის და რაღაც ბალანსის და შეკავების მექანიზმები არის. ხო არ არის იმის ასე ვთქვათ რისკი, რომ აი როგორც 30-იან წლებში სიტყვაზე რაიხსტაგის გადაწვის შემდეგ ის ძალაუფლების მოწინააღმდეგეების ძალაუფლების მოპოვების გამყარების და მოწინააღმდეგეების ჩამოშერების საქმე გაუმარტივდა სიტყვაზე ერთ კაცს. აქეთ იმის კიროვის მკვლელობის შემდეგ შეტენეს ზინოვიევს, ტროცკის იმას და დედაუტირა ყველას, ხო? რატო იცი? აი ახლა სრულიად ვულგარულად ხდება აი ამ კონფლიქტის, აი ამ კონკრეტული შემთხვევის გადმოტანა საქართველოში და აი აქ თუ უყურებ შენ იმ პროპაგანდისტული მედიის იმას. ხო, აი ქარდებს როგორ წარმოაჩენენ, ხო? აი პირდაპირ აი ლიბერასტები, ფაშისტი ლიბერასტები, აი აქ უნდათ, რომ აქ ჩამოიშორონ და აქ გაასუფთავონ ველი და იქაც იქნება ალბათ ამის სულუნება. რა იქნება გამოჩნდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქამდე არ არის დაჭერილი ფაქტია მკვლელი. და რამდენიმე ტრამპის მეორე გაპრეზიდენტების შემდეგ ძალიან ჩვენს მქონდა ახალ ამბებში და ყველგანაც იყო, რომ არის დაპირისპირება უნივერსიტეტებთან, ჰარვარდთან, ამასთან, იმასთან სადაც დაპირისპირება. ხო, მაგრამ იქნება ვიღაც ის არის როგორც იტყვიან ესეთი მარტო ხელა მკვლელი, ცოტა ეგე დაცურებული ეროსტრატე ვიღაცა, რომ აი შევიდეს ის ხო. მაგრამ უცბად გამოიშვირო ხელი და გაასუფთავდა დედაუტირო აქ და აქ ნიანგისრემლები ღვარო ხო ის რობოკოპებს ახოცინებ ხალხს და უცბად აქ ის მოგინდა ის ჰუმანიზმის და იმის იდეების გადაგება უცბად და გამოხვედი ესეთი ნაზი და უფლებების და ხა ეგ გავშვი ჩვენ ის არის ბოლოს რამე საათნახევრის წინ დავდეთ, მაგრამ მეგიდია სამიძის დაკავების ხო აი ეგ ტიპები იცით მეგიდია სამიძე 23 წლის სტუდენტი რომელიც ლანჩხუთში მიდიოდა წუხელ, ხო? და დააკავეს გზაში, ჩამოიყვანეს თბილისში, როგორც მისი ადვოკატი ყვება 9 საათის განმავლობაში ხელები უკან ჰქონდა ესე შეკრული, რაც როგორია? ხო, არა ადამიანური მოპყრობაა ცოტა. სისხლის სამართლის საქმეზე, როგორც ჯერ მე მგონი ბრალი არ აქვს აყენებული, მაგრამ მაგას ედავებიან არის ხა უყურებ რა ქვია რომ ის მოკლედ ბანერი დააზიანა ხო საარჩევნო ბანერი დააზიანა შეიძლება ბჭყალებში დააზიანა იყოს იმიტომ რომ იქვე ჩანს კადრებში რომ გაწმინდეს რაც მან შეასხა და ედავებიან ნივთის დაზიანებას ან განადგურებას რომელიც არის 5 წლამდე პატიმრობით შეიძლება რომ დაისაჯოს შეიძლება შინაპატიმრობით შეიძლება ჯარიმით მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ აი მედიაშიც და როგორც ჩანს ეს არის სისხლის სამართლით დაიწყო გამოძიება როგორც წესი ნაკლები მუხლით იწყება ხოლმე და მერე ამძიმებენ ხოლმე ასე იყო აი იმ შემთხვევაშიც კი როდესაც გვამს პოულობენ და დიდი ალბათობით მოკლულია ადამიანი ხო გვაქვს თვითმკვლელობით ხო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით და მერე ბუნებრივად ამძიმდება და აქ ჩანს ახლა ხო აი სურვილი რომ პორტრეტის დაზიანებისთვის სისხლის სამართლის საქმე აგძრან და 23 წლის ეს გოგო ჩასვან ციხეში. არა, უყურე. რომ სახეს დროს ბანერი არის, სარეკლამო რომელიც ამას აკეთებს სისტემა, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, ახლა ყოველგვარი იმის მოკვების გარეშე, რომელიც სახის დასახიჩრების გამო არ იჭერს ხალხს. უამრავი ადამიანი არის, ვინც ფიზიკური ტრავმა მიიღო, ვინც სახიჩრობა მიიღო, ხო, აი ამ აქციების დარბევის დროს და ეჭვი რო არავის ეპარება, რომ სისხლის სამართლის დანაშაული მოხდა, უბრალოდ ვერ ადგენენ დამნაშავეს ბჭყალებში. ასევე სისხლის სამართლით, ხო აქ არის იმაზე, რომ პორტრეტზე და რაღაცა, რომელიც მე მოიყვანეს წესრიგში, იმიტომ რომ იქ რაღაც შემინული იყო თუ რაღაც ისეთი ზედაპირი ქონდა, რომ შეიძლებოდა ქიმიური ხსნარებით იოლად მოშორება ამ საღებავის, ხო? კარზე დაუწერეს საზიზღრობები, ავტომობილები დაუზიანეს, ავტომობილებზე ხო, იმ შემთხვევებში არავინ დასჯილა და აი ახლა უცბად ხო, მოინდომეს და თან აი ეს ხალხი, ვინც ამას აკეთებს და ვინც მომხრე არის აი ასეთი მკაცრი მიდგომების, აი ეგენი აღვარღვარებენ ცრემლებს და რაღაც იმებს, ჰუმანიზმის გადაგებას იწყებენ. კალაძის ფრაზა მინდა რომ წავიკითხო, როცა კითხეს ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ჩვენი სტატიიდან ვკითხულობ, რომელსაც თუ მოგინდებათ პოლიციელები ამბობდნენ ვინაა ამისთანა ავაწრიალეთ გურია და აჭარა ამის გამო ეგ არის სათაური და უფრო დაწვრილებით წაიკითხავთ რომ ის გქონდეთ კონტექსტი. კალაძეს რო კითხეს უპასუხა მე გავიმეტე ციხისთვის თუ თვითონ გაიმეტა თავისთავი არსებობს კანონი რომელიც აუცილებლად აღსრულდება პატიმრობა იქნება სახში გაშვება იქნება ამას არც თქვენ ჟურნალისტები წყვეთ და არც მე მოსამართლეც წყვეთსო ფაქტი არის ძალიან ცუდი არც ერთ რადიკალს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა მე რომ მოვიდე თქვენთან სახლში და დაგიზიანოთ თქვენი სახლი ასე უპასუხა და მოდი მიდიან და უზიანებენ სახლებს და არაფერი არ ყოფილა და
აი ეს არის აი ეს ორმაგი მორალი მე ვფიქრობ რომ აი მოყვება ჩვენ საბჭოთა კავშირიდან. ახლა ძალიან შეიძლება ვიღაცისთვის ასაცილო იყოს რომ უცბად მიმართავთ ხოლმე საბჭოთა კავშირს, მაგრამ აი ცოცხალი არ გვეშვება მოგვდევს საბჭოთა კავშირის დროს ორმაგი მორალი იყო გადარჩენის ფორმულა რა, რომ აი სიტყვაზე ოჯახში ერთი კაცი იყავი, სამსახურში მეორე კაცი იყავი, ხო, ქუჩაში სხვა კაცი იყავი. ორმაგი არა, 10 რა, ყველ, ხო, იქ მოსკოვში რო ჩახვიდოდი, სხვა ტიპი იყავი. ყველა მიდიოდა და იქ ოჯახში ეს აღზრდის ნაწილი იყო, თან უნდა ყოფილიყავი ქართველი პატრიოტი, რაღაც თანშვილო პარტიაში უნდა შეხვიდეს, სხვანაირად ვერ გაიკეთებ ვერც მეცნიერულ კარიერას, ვერც სამსახურებს, ვერაფერს. აი ორმაგი მორალი, მოდის ესე. აქაც ეგრე არის, ხო, თან ჰუმანისტი არის, თან ითხოვს კანონის აღსრულებას, მაგრამ ვიღაც ტიპები კანონს არ ღვევენ მის თვალწინ, მისი თანდასწრებით. რაისი მონსტრიც გავხდით მელიქიშვილზე აი ეს ბოლო დღეები, ხო? მე მესმის, მაგრამ მე აქ შეგეკამათებოდი, მიუხედავად რომ რა თქმა უნდა შეიძლება პარალელები დაინახო საბჭოთა რეალობასთან. არა, იქ ვასწავლეს რომ ეს მოსულა. მაგრამ ეხა ამერიკაშიც იგივეა, გერმანიაშიც იგივეა. მე ჩვენსაც გერმანიაში არის, ანუ მესმის რომ ჩვენი ის არის, მაგრამ მე მგონია რომ მიზეზების ძიებას შეიძლება ხო, არ ვიცი, ხო გეუბნები, შეიძლება ერთი და იგივე შედეგი გვაქვს ჩვენ ამერიკელებს, ფრანგებს და იმათ, მაგრამ შეიძლება მიზეზები იყოს სხვადასხვა, ნიკო. აი ის მაგალითად ისა ბრაზის გამოხვატვა. დაუშვათ და გამაბრაზეს ვიღაც არასწორად მომექცა და აი რასაც ჩვენ კამერების თვალწინ უყურებდით, ამ გენიტალიების ჩვენება, შუათითის ჩვენება კიდე ჯანდაბას, ხო, მაინც რაღაც ფარგლებში ჯდება. აი გენიტალიების ჩვენება თან არა სიმბოლურად, არამედ ესე ჩაბღუჯვით და მთელი გამეტებით რამის მოიგლიჯონ და ისა. ახლა უყურე როგორი რაღაცა არის, ხო? ამას ხედავს ყველა. ხო, ეს ახლა თან ეს ადამიანები რო კითხო არიან ტრადიციების დამცველები, ოჯახის ღირსების პატივისმცემლები და ასე შემდეგ, ხო? აი როგორ შეიძლება ეს ერთდროულად იყიდებოდეს, ხო? ამ დროს ქალებს შვილის ტოლა, რა ვიცი, დედის ტოლა ქალებს აჩვენებ ამას. ამ დროს მიდიხარ მე და რაღაც სხვა საზოგადოებაში ქალს ხელზე ამბორები, კარში წინ გაატარებ, პატივისცემით ეპყრობი და უყურე იმ ბაბლში შენ გიღებენ როგორც რაინც, როგორც ქართველ ტრადიციულ მამაკაცს. აი რანაირად ეს ორმაგი მორალი. აი გიყურებ შენი მეუღლე, შენი თანამშრომელი და შენ გახარ და ესე უკეთებ. მან და არის მთელი რიგია რაღაც ახლა მაგის ძირითადი პასუხი არის ხოლმე არა ის რომ მე ვარ ფარისეველი რომელიც ერთგან არამედ ის რომ შენც ფარისეველი ხარ. ანუ ამას მე რომ ლიბერალები მაბრალებენ, რომლებიც აინახე თვითონ რას აკეთებენ და თვითონ როგორ შვებიან და თვითონ როგორ ხან ერთს ამბობენ და ხან მეორეს. ეგ არის ანუ ხო, მესმის იმათ კოორდინატთა სისტემაში რომ იმათ ყველა ეგრეა გადასული რომ მე კი არ ვიმართლებ თავს რომ ფარისეველი არა ვარ, არამედ შენც ეგეთი ხარ, შენ კიდე უარესი ხარ. ან რაღაცას ვამბობ რომ აი რა ვქნა ვაშკაცი ვარ და გულმა ვერ გამიძვლა როცა ისინი მოვიდნენ ლიბერალი ტიტუშკები. თავი საკითხი აქ არის არა საკუთარი თავის გამართლება, ეგ არ მინდა ყველაფერზე ხელი რუსეთისკენ გავიშვირო, მაგრამ ნუ ის არის კგბ-ს მეთოდებია ძველი დროის, რომელიც მე ყველა მხომ გადაიყო. არამედ იმის მტკიცება რომ მართალი და ტყუილი, შავი და თეთრი საერთოდ აღარ არსებობს. ანუ ყველა არის ესე და დღეს თუ აი ქუჩაში მესმა და გუშინ ვიღაცებმა ჩაიარეს, რომელიც ეხა არ მომისმენია პირველად შევარდნაძის დროიდან მესმის, მაგრამ აი ეს ისა რომ კაი ესენი კი მკიდია, მაგრამ აბა ეს გინდა? ხდები ან ხო, მაგრამ არ ხო, ანუ მე შენ კი არ გეკამათები, არამედ ამერიკელებიც ეგრე შვებიან, რომ აი შეიძლება თვითონ მოაწყეს აქცია კონგრესთან, რომელიც ადამიანების დაღუპვით დასრულდა. ეგ იყო პატიოსანი ხალხის გულწრფელი პროტესტი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, რომელიც არავის არ დაუმტკიცებია, მაგრამ მე სხვა ვიღაცა თუ გამოვა, ეგენი შენი არიან, ეგენი დამხობას ცდილობენ. თუ ვიღაცა რა თქვა შვიდობიან პროტესტს გამოთქვამს, ის არის ნუ ნახე ამერიკის წინააღმდეგობის. მე ძალადობრივი პროტესტი რო დაიწყება, შვიდობიანად რატო ვერ გამოთქვით? ან ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები სამყაროში ვართ ყველა მხრიდან და ნუ ძალიან ის არის, ხო. ახლა უყურე მე კიდე რას ვფიქრობ, იცი, აი ეს თვითონ ეს სხეულის ენის საჯარო სივრცეში ამ სხეულის ენის ტრანსფორმაცია. ნუ ასე მაინც არ ხდებოდა, ხო? ნუ აი ესე გენიტალიების ჩვენება და რაღაცა არ ხდებოდა. ამაზე მინდა ორი სიტყვა.
ისე იყო, შევხედეთ. ეს არ იყო აი ესე სიმბოლური ან რაღაც იცი ემოციური არ იყო, ბევრი აკეთებდა და ეს მეთოდურად აკეთებდა. ბევრი აკეთებდა მეთოდურად აკეთებდა. იცი რა არის? აი სპორტის ის სახეობები ნიკო, სადაც აი ის არის შეგდება, გოლი შეგდება, ჩატენვა რაღაცეები. იქ არის ესეთი მოძრაობები, ჭკუიდან გადასული როა და ადრენალინი და რაღაცა. ხო, აი გამოდიან და ფეხბურთელებმა იციან ესე რო აკეთებენ და რაღაცებს და ისია წახალისებული სპორტი ქართულ პოლიტიკაში და ისე შეიჭრა ეს ისა სპორტი პოლიტიკაში, რომ მე მგონი ეს იქიდან ფეხბურთელების გავლენა არის აი ამ იმაზე გამოხატვის ენაზე, ამ საჯარო სივრცეში. და კიდე რა მინდა, იცი, აი კალაძე რო ამბობს, რო აჩვენებენ ტელეფონზე ესე, რომ აი ქალებს როგორ ეპყრობიან და ეგ ქალია, ეგ რა ქალია. ესეც მე ვფიქრობ, რაღაცნაირად გადაძახილი არის საბჭოთა და აი იმის საბჭოთა კრიმინალთან და იმ ქუჩურ და აი ამ იმის ძველ გაგებასთან. იქ როგორ არის? არიან კაი ტიპები, რომლებთა შორისაც რაღაც კანონები მოქმედებს. აი იმის მიღმა ვინც არიან, იმათთვის არაფერი არ არსებობს. აი მაგალითად, რატო ამბობს ეს ქალი არის და ქალს არ აგავს? ქალი მისი გაგებით, მისი კოლეგა, მისი ოჯახის წევრი ქალი, მისი ნათესავი ქალი, ის ქალია, რომელსაც ფეხზე უნდა წამოუდგე ხელზე ამბორო წინ გაატარო, პატივისცე, ყვავილები მიართვა და რაღაცა. აი მის იქით ვინც არის, ხო, ის კარგავს ყველანაირ იმას, პატივისცემის საშუალებას, უფლებას და ასე შემდეგ. ესეც არის, აი რა გითხრა, აი ზონა რა, ზონაში ხო ეგრეა, არიან მუჟიკები, არის ქურდი და არიან არა ისინი პეტუხები თუ რაღაც ეგენი, რომლებსაც არანაირი უფლებები არ აქვს. აი ასეთ კასტებად დაყოფას ცდილობენ. ან მეორე ვარიანტი. გავს ყოველ შემთხვევაში. ან მეორე ვარიანტია, რომელსაც ასევე გონია რომ არსებობის უფლება აქვს, იმიტომ რომ როცა ეუბნება რომ ესეთი რაღაცა მოხდა, პირველ რიგში არ მომხდარა. ან თქვა ქალებს შეეხნენ ხელი, არ შეეხნენ ქალებს. აი ვიდეო ეს ქალი არ არის. ხო, აი ხო და რანაირად არ არის ქალი მერე. ხო და ამიტომ ფიქრობს, მისი გაგებით იმან დაკარგა ეს ის უფლება რომ მან გაგება რომ ყველა გზით უარყოფ რომ რაღაცა მოხდა, ვიდრე არ დაალაგებ. ანუ თავიდან ამბობ რომ ეს არ მომხდარა, მე ამბობ რომ თუ რამე მოხდა, შეცდომა იყო ან ღირსი იყო, ან მე პირიქით რატო უფრო მეტი არ დაემართა. ხო არა, ამ დროს პარტია, რომელიც იძახის ქალია, კაცია და იმის გარჩევა ხო მაინც უნდა ისწავლეს, რომელი ქალია, რომელი კაცია, რაღაცნაირად ხო უნდა ისაქნას, არა? ხო და აი ისევ რო დაუბრუნეთ ის პირველი თემა, რითიც დავიწყეთ ამ კირკის მკვლელობა, ხო? აი ესეთი ვულგარულად გადმოტანა ეს ამერიკული ამ ამბის აქ გეგონება აქ მოხდა ეს ამბავი და აქ არიან აი ჩვენს გარშემო ტრიალებენ მკვლელები თუნდაც აი ესეთი ვთქვათ იდეოლოგიურად ვინც შეამზადა ეს მკვლელობა და აი ისეთი აგრესია და ისეთი მუხტი იქმნება რომ აი იფიქრებ რომ ახლა გამოვლენ აქ ქუჩაში და იმის გამო კი არ სცემენ და დაასახიჩრებენ ამ ქუჩაში გამოსულ ადამიანებს რომ ძალაუფლებას ედავებიან და სიტყვაზე რაღაცას სამართლებრივად ედავებიან და რაღაც უფლებებს ითხოვენ და რაღაცას მოკლედ. არა, აი იმის გამო რომ ეს კაცი მოკლეს, ამ კაცის მკვლელობაში ამზადეს. აი ისეთი აგრესია მოდის. რომ აი იფიქრებ რომ ან მე ხوار მომიკლავს, ან ვიღაც ჩემს გვერდით უდგომმა ხوار მოკლა. აი ამ ამბავსაც კი აი ესე იმათ იყენებენ. სინამდვილეში იქ შერავამბობ რომ ეს პოლარიზებულია საზოგადოება. იქ მჯერა რომ რაღაც იდეოლოგიები ებრძვის და ეჭდება. ჩვენთან ბევრად მარტივად არის საქმე. ჩვენთან მე ვფიქრობ არის ყველა დროში ესე იყო და ახლა განსაკუთრებით რომ არის ძალაუფლებას ჩაფრენილობის პრობლემა, რომ არ უნდა რომელიღაც პოლიტიკურ ძალას, პიროვნებას, რომელმაც მოიპოვა რაღაცნაირად თავის დროზე ლეგიტიმურად არ უნდა დათმოს და იყოს სულ და იგონებს რაღაცას ხან იმის რუსეთ-უკრაინის ომში რაღაცას იმას რომ აი მეორე ფრონტის გაღწევას გთხოვენ ხან რაღაც ამ დიდი შეთქმულების ნაწილია და ხან ქალია და აი მოვლენ და ნუ აბსურდი რომ თან ესე იგი უნდათ რომ ომში ჩაგვითრიონ და აქედან ჯარისკაცებად გვაქციონ თან უნდათ რომ კაცები ქალებად გვაქციონ აი რაღაცებს იგონებენ და ყველაფერი ემსახურება ამ იმას ძალაუფლების გახანგრძლივებას. ო იქაც ეგ არის რა გონია. ნახევარი ეს კულტურული ომები დაიწყო იქიდან რომ ერთი წელი ტიპები ამერიკელებზე ვამბობ. პრაიმ ტაიმში კამათობდნენ იმაზე რომ ტრანსგენდერი ქალები რომელ ტუალეტში უნდა შევიდნენ, რომელიც აი
რამდენი ხო, მაგრამ ნიკო სად შეეხოთ ეს პრობლემა? იქ ხო? ხო და შენ წარმოიდგინე, იქაც თუ ეგრე საძებნია, აქ საერთოდ რას ალაპარაკია? მე რაღაცა რაც მოხდა, ყველა სათავისოდ იყენებს ხოლმე. ეხა არის მთელი ამბავი ატეხილი, რომელიც ვერ დავალაგა რაზი არის კონკრეტულად ამბავი ატეხილი, როდესაც უკრაინელი ლტოლვილი ხალი ამერიკაში მოკლა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ტიპმა აფროამერიკელმა, რომელიც ნაჯდომი იყო მანამდე რამდენიმე ის ქონდა. რა ქვია, ნასამართლობა, კი ბატონო. რომელიც ამავე დროს სავარაუდოდ, როგორც ამბობენ, იყო შიზოფრენიას ვამბობ თუ მოკლედ არა მენტალური პრობლემები ქონდა და ყველა ამბობს თავისას, ანუ თქვათ ეს ტრამპისტები ამბობენ, რომ პრობლემა იყო მეტისმეტად რბილი მიდგომა კრიმინალების მიმართ, რომ ეს კაცი არ უნდა გამოეშვათ. მეორეები ამბობენ, რომ ამ კაცმა მოიხადა თავისი ისა, გამოვიდა, მე ოჯახმა მიიყვანა, იმიტომ რომ 9-1 რეკავდა ხშირად და თქვა, რომ სახშიც გვეშინია ამისი და იქნება უმკურნალოთო და არ უმკურნალო. მოკლედ ზუსტად დეტალები არავინ არ იცის, იმიტომ რომ ერთნი თავის talking point-ებს აწვევიან მეორეები მეორეს. და ყველასთვის გახდა სრულიად ტრაგიკული შემთხვევა, ანუ კარგი სიმბოლო არის ხალი, რომელიც თავის ქვეყანაში ძალადობას გამოექცა, რომელიც ფლობდა ცხოვრება ახლიდან დაეწყო, რაღაცა ინგლისურზე დადიოდა, სადღაცა მუშაობდა და უცებ ანუ რის გამო მოკლეს, არ ვიცით, ზოგი ამბობენ, რომ იმიტომ რომ თეთრი იყო და იმ შავკანიანმა რასისტული ის ქონდაო საფუძველი, სხვაები ამბობენ, რომ არაო, მაგრამ და ეხა ილონ მასკმა ეხა კითხულობდი აქ შემოსვლამდე, რამდენიღაცა ფული გამოყო, ამის დიდი სურათი დაიხატოს სადღაცა და ესე იქცევიან ხოლმე ადამიანები, მათ შორის ჩარლი კერკიც ახლა უკვე ცხადია, რომ იმათ წამებულ ტიპად იქნება, რომელსაც აღარ აქვს მნიშვნელობა რეალურად კომპლექსური პიროვნება იყო, ეს პლუსები ქონდა, მინუსები ქონდა, რასაკეთებდა. არის ხოლმე, მე შევადარებ, მოდი საბჭოთა კავშირს, ვიღაც სახეები რო იყო, რომ ტატიანა ტერეშკოვა რაშუაშია ცოცხალია. ვალენტინა ტერეშკოვა იყო. ანუ რომ მოკლეს წამებით. ზოია კოსმედემიანსკაია. ან ვიღაცა რა, რომელიც უკვე ადამიანიც აღარ არის, სახეა მარტო რა და ნუ გავიწყდება რომ რაღაც სისხლი და ხორცი იყო თავის დროზე და რაღაც სხვაცა გაკეთებული და მარტო სიმბოლოებად იქცევიან და ყველა ცდილობს რომ რაღაცა ამ თანამედროვე სოციალური მედიის ეპოქაში ეს მიმები იყოს რა მიმები მაინც სასაცილო არ არის ის რომ რაღაც მარტივად აღსაქმელი სიმბოლური ხატები რომელიც თავისთავად გეუბნება ყველაფერს რომ აკაცუკები და რაღაცები ჩვენთან ვარი რა აკაცუკები ანუ რა სალფეხზე დგომა და რაღაც ამ ტიპების ხედან ცდილობენ რომ ამოარჩევენ ერთი რაღაცა მოხდენელი რაღაცა და ის მერე გააძლიერონ. ჩარლი კერკიც რაღაცა მსგავს აკეთებდა, ანუ ერთი რაც მის იმას ზოგისთვის ნაკლია და ზოგისთვის უპირატესობა თუ რაღაცა იყო ის რომ როგორც წესი მანამდე კონსერვატორებს ახალგაზრდებთან უჭირდათ ლაპარაკი და ეს იყო ტიპი რომელმაც დაალაპარაკა. ანუ ერთ-ერთი ტრამპის მთავარი მოკავშირე იყო უნივერსიტეტებში და კოლეჯებში და იქ სადაც ახალგაზრდები დადიოდნენ და თავისთვის გასაგები ენაზე და გასაგები ფორმით უხსნიდა. და ზოგს მიაჩნია რომ კარგია, ზოგს მიაჩნია რომ ცუდია, კიდევ ერთხელ მოსაკლავი მაგიტო არავინ არ არის. ხო, მე ნიკო მჯერა რომ სოფლიოში არის, სოფლიოს უდგას რთული დრო, პრობლემები აქვს ძალიან წავით და ძნელად გადასაჭრელი და ეს ის პოლარიზაცია და დაძაბულობის მუხტი და მიუღებლობა ერთმანეთის, მე ამ ციფრული სამყაროს სპეციფიკა, სპეციფიკურად შეცვლა ძალიან ართულებს ამ ურთიერთობებს და ბევრ რამეს, მაგრამ ჩვენთან ამას ემატება ის და ბევრად მარტივად არის საქმე. აი აქ მიდის, აი ხო გეუბნები, ჩვენ რო ვიყოთ განვითარებული დემოკრატიის ქვეყანა, ჩვენ გქონდეს ინსტიტუტები და რაღაცა და ეჭვი არ მეპარებოდეს რაღაცეებში, ხო? მეც ვიფიქრებდი იმ პრობლემაზე, აი რაც სიტყვაზე ამერიკელ მოქალაქეს უდგას და რო ფიქრობს, რომ რაღაც კატასტროფა ხდება, რაღაც არასწორად ხდება და აქ მარტივად არის, აქ რა ვიცი, აქ ხელისუფლების შეცვლა არის პრობლემა. ხელისუფლება არ იცვლება, ინსტიტუტები არ მუშაობს, მიტაცებული არის, ხო? შერუამობ ახლა რომ მოყავთ სიტყვაზე 23 წლის სტუდენტი ბანერის მოხატვისთვის როგორც კაცის მკვლელი, სერიული მკვლელი, ხელფეხშეკრული, მთელი 30 ადამიანს თანამგზავრს, ვინც იმ სამარშრუტო ავტობუსში იყო, ხო, შეუცვალეს დღე, განრიგი ვიღაცას ელოდებოდა, ვიღაცას ეჩქარებოდა, სადღაც ისი ჩამ სხვა ტრანსპორტში გადა. რა მოხდა, ხო? არაფერი. აი აქ არის ყველაფერი, აი ემორჩილება ერთ ლოგიკას. არა იმას,
ზოგადად აი ამ საზოგადოების განვითარების სირთულეებს და საზოგადოებაში მოქმედი კანონების სირთულეებს და რაღაც ახალი ეპოქის მოტანილ რაღაც სიახლეებს, ხო? აი ძველ ბანალურ იმას რა, რომ წინაზე რომ ამბობდით, კიდევ ის არის, რომ ვისაც გონია, იქით არ როგორც წესი ხელისუფლების ხარდამჭერებს, აი რაღაცა მონაკვეთია, რომელიც საჭიროა რომ გავიაროთ და მერე სიწყნარე იქნება. მე ხა მასაც ვიტყვი რომ მომავალს ვერ ვკითხულობ, არ ვიცი რა იქნება, მაგრამ არ არის ესე რომ მე სხვა ცხოვრება მოვა, რაც არის ხო, არა, მესამე აქტში არა ვარ, ჯერ კულმინაცია არ არის, არც ჩვენ, არც ამერიკელები, არც არავინ. სულ თავში რომ მოვბრუნდეთ წვიმს მასველებს, ანუ ნაცვალებს, ან ხო, ხდება? კი, წერენ, ხო და ის ეგ პოდკასტშიც ჰქონდა ეგ სიმღერა. ხშირად ვშევ ხოლმე, იმიტომ რომ ვცდილობ რომ ჩემი მიმი მქონდეს. არ ქონდა ცუდი პოდკასტი ნიკო, ძალიან ვისიამოვნე და ფინალში განსაკუთრებით პატარა ლიტერატურული შედევრი დადე იქ შენ რო იყავი იმაში სტენდაპ კლუბში თუ სად იყავი? ხო, რაც ამბავს რო ხო. კი და ის უცბად ის რაღაც ჯიმ ჯარმუშის მოკლე ფილმების სიტუაცია გამიცოცხლდა. მაგის მე კიდევ ერთი ჩავწერე, გუშინ წავიკითხე, გუშინ არა, გუშინ სარკე და დღესაც ჩავწერე ხა საღამოს თბილისელებს და რაღაცას ემგვანება ნიკოს პოდკასტი დაძებნეს, კითხულობენ ხოლმე, საერთოდ ნახოთო და ვებზე შეგიძლიათ ნახოთ და საპოდკასტე აპლიკაციებშიც. და ხო, მოკლედ, ბოლო მქონდა რომ უბრალოდ სარკეს კითხულობდი, მე თბილისელებს და მინდა თქვა რომ ორივე გამოდის და აქ რომ მოვიტანე ფორმაშია ორივე ის იცი როგორ არის, ყველა ისე ახლა რომ სარკეს ზევიდან უყურებდნენ, მაგრამ არის ორივე ჟურნალი არის ინსტიტუცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რომელთან მიმართაც ბევრს გვაქვს ძალიან დადებითი და თბილი მოგონებები, რომ სოფელში რაღაცებს იყიდი, მარშრუტკაში წაიკითხავ სადღაცა რომ მიდიხარ და დღემდე აქ რომ მოვიტანე ორივე ნომერი მეჭირა მოსწევად გავედით აივანზე და ხელიდან გამომგლიჯეს, ერთ-ერთი კითხულობდა, მეორე კითხულობდა და ყოველთვის ეგრეა ხოლმე, ასე რომ იცი რა არის, მე სულ მიკვირდა, აი ადრე რო გამოდიოდა ეგ ჟურნალები, სარკე, თბილისელები და კიდე გზა და რაღაცა, იქ იყო ხოლმე არა მხოლოდ შოუ ბიზნესის წრეებიდან, აი პოლიტიკოსი ან ვიღაც ესეთი, ხო. ჩემო და ვერ მიმენიშნა. ხო. და ისეთ თემებში, ისეთ რაღაცებს ალაპარაკებდნენ, ისე იხსნებოდნენ ეს რესპონდენტები, რომ ამ ჟურნალისტებზეც ფიქრობდი, რომ ყოჩაღ ესეთ თემებში ახლა პოლიტიკაზე ვინც წერს ან რაღაც ესეთი სერიოზულ მედიაში, აუ, ქედმაღლურად და ის რამე აკითხვა თუ არასწორად დაუსვი, გაგებუტება რესპონდენტი და რაღაც, აი შედიან ყველგან ნებისმიერ კუთხე კუნჭულში არტოვებენ და ყველაფერზე ესეთ გულახდილად ლაპარაკობენ და ყვებიან. სხვათა შორის სოფელში რო ვიყავი, აი ახლა ამ თემასაც ეხმიანება ამ კრიმინალებს და საბჭოთა კავშირს, ხო, რაღაც წავიკითხე, რომელიღაც ჟურნალი არ მახსოვს და იქ იყო ეს საზა აბაშიძე, დოდო აბაშიძის შვილი იხსენებს 40-იანი წლების ომი ახალი დამთავრებულია, კანთარია ეს გმირი, ვინც რაიხსტაგზე დრო შეაიტანა. მოკლედ ეგეც არის ამ იმაში ისტორიაში ჩართული, სადღაც თაწმინდაზე რესტორანში კეიფ, სადღაც კი არა ეგ ფუნიკულიორზე კეიფობენ და მოკლედ ეს დოდოს სასტავი უყურებს იქ გვერდზე არასწორად იქცევიან სამხედროები, ვიღაც ქალს და კაცს ავიწროებენ რაღაც და მოკლედ დოდო ყოჩი რაღაც არ მოეწონება და ეს სამხედრო არ ჩერდება, ორნი თუ სამნი არიან, ერთ-ერთი არ ჩერდება, რაღაც იმ ქალს ის ხანა ვულგარულად ექცევა, იმ ქალს კიდე ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი ახლავს, ის ვერ ბედავს, ეს თორე სამხედროები არიან ნასვამები და მოკლედ დოდო გაბრაზდება და ადგილად გალახავს სამხედროს. აღმოჩნდება ეს კანთარია, მელიტონი და მელიტონი მაგ დროს ხო ხდები და მოკლედ ჩვენ დოდოს აქ დაანცუდათ საქმე და მოკლედ დაიჭერენ რაღაცას უზამენ და ახლა მიდის ისაა რომ ეს მელიტონი დაამშვიდონ და რაღაცა მელიტონი სადღაც რომელიღაც სასტუმროში ცხოვრობს აქ და მოკლედ მელიტონს ვერავინ ვერ იმაშვება 1000 შუამავალი გამოჩნდა მაგრამ ვერავინ ვერ აწყნარებს და ბოლოს მოძებნიან სამეგრელოში ზუგდიდში ვიღაც ტიპს იქ რაღაც ის არის რესტორნის ის ფლობელი თუ რაღაც ეგეთი ისა და მოკლედ ნაცნობია და მიაკითხავენ მელიტონს სასტუმროში და ყვაყვა შენა ხარ ყვაყვა ყოფილა ეს ისა და ძველი ბიჭი და რაღაც ის ქუჩიდან და ეგ რაღაც ის და ყვაყვა თუ ყვაყვას ნაცნობი თუ იყავენ მინისტრები და ისინი ვერ შელიდნენ და უცბად
ყვაყვასთან ქუჩაში რაღაც ის ზონბიჩური ნაცნობა გაჭრა. ეგ დრემდე არის. იყო ეგეთი დრო, ნიკო და ეგეთი დრო არის ერთ-ერთ სპორტსმენზე ყვებიან რომელსაც ნიკოს ყველა კოზირი გამიჭერილი. არა, პირიქით კოზირი გაგიჭერი კი არა, ანუ მეც დავამატებ ზე, ჩემი წვლილი მეც მინდა რომ დავამატა რომ ახლა ერთ-ერთ სპორტსმენზე ყვებიან რომ რაც წარმატებას მიაღწევს, ვთქვათ რომ არ თქვა რა წარმატებას, იმიტომ რომ ეს ცნობილი სპორტსმენია, რომელსაც ბევრი სხვა საზოგადო მოღვაწეები ურეკავდნენ და ბოლოში აღმოჩნდა რომ ყველაზე კმაყოფილი იყო რომ ლავასოღლი მიუღო. ხო, ყველაზე მძიმე წონას ან ყველაზე ავტორიტეტი. კაი, კომენტარებში ჩავხედავ რომ აქ არ თავს დამათავს წვიმს მასელებს. Venus 94 ამს რომ ჯიმი და ნიკოს პოდკასტი არის ის რაც არ მინდა რომ დასრულდესო და ნიკოს დიდი პატივისცემა, მაგრამ ჯიმის შემიძლია რომ ალბათ 10 საათი გადაბმულად ვუსმინო. აცი ახლა მადლობა უთხარი. მადლობა, მაგრამ თუ რამე დაგემუქრათ დონაციები და რაღაცები ჩვენზე იყოს. ვის დროდადრო რაღაც რომ ახსენებთ ხოლმე დაგვილინკეო პოდკასტიო, მაგითო ჩემი პოდკასტი რო ახსენე გავიმეორე, რომზე რო თქვი და history of Rome რო ჩაწეროთ, ეგ არის ყველაზე ცნობილი და ყველაზე მნიშვნელოვანი პოდკასტი ამასთან დაკავშირებით. სხვაებიც გთხოვენ მსგავს რამეებს. გიომესი გილოცავს Kindle-ის საზოგადოებაში შემოხოს. კაი ხანია მგონი ხარ ხო? ხო, ისა ზუსტად რამდენი წელია, არ ვიცი, ის რომელი Kindle გაქვს და Paperwhite მაქვს. ოღონდ ახლების ყოფილა ახლა რომ ნახულობდი და ჩემი ძველი არის, მაგრამ ეკრანის განათების ის აქვს, ფონტის გაზდის დაპატარა. თუმცა არ ძველდება მაინც გაქვს და გაქვს. ხო, აქტიურად ვიყენებდი, აი როცა დღის მნიშვნელოვან ნაწილს ვატარებდი ტრანსპორტში, ხო, წადი-მოდი და იქ საკითხავად მოხერხებული იყო, იმიტომ რომ განათების პრობლემას მიჭრიდა, ფონტის გადიდების პრობლემას მიჭრიდა. ხო, ახლა მაინც ძირითადად უფრო ქაღალდსვაწვევი, რადგანაც დღის უმეტესი ნაწილი სახში ვარ. აი, კაი. მე მაქვს Voyage Kindle-ის, რომელიც არის ხარი Oasis-ი პრემიუმ ხაზი. მანამდე იყო Voyage ქვია, ხო. რომელიც ძვირიანი იყო, მაგრამ კარგა ნახმარი ვიყიდე ფასდაკლებაზე ინტერნეტში, ანუ Paperwhite-ის ნახევარ-ფასად. მე მახსოვს $115 თუ რაღაც ეგეთი დამინჭდა მე. ხო. მე თომა, ჩვენი მეგობარი და კოლეგა მიდიოდა ამერიკაში, დაობარე და იქიდან ჩამომიდა. მე მეგონა და ეხლა თქვა, ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რომ ფიზიკური ღილაკი ქონოდა, იმიტომ რომ არ ვიცი რაღაცა ისედაც ავიტანდი რომ არ იყოს მაგის შესაძლებლობა, რომ ესე გიჭირავს და ესე აჭარ ხელს და ამაზე ესე გიჭირავს და ესე შვები. ანუ ხო, ჩემსაც ღილაკი არ აქვს, ეკრანზე აწკაპებ ეკრანზე. ხო, ანუ ღილაკი რასაც აქვს ძვირია უფრო ისა. იმის მერე ხა სხვა პრემიუმ ხაზები გამოვიდა, მაგრამ მუშაობს ჩემი და ვერ მივცემ თავისუფლებას რომ ახალი ვიყიდო. ასევე გიომეს გეკითხება რომ გზაში საკითხავ ლიტერატურას რა კრიტერიუმებით არჩევს? ხო, აი უფრო დოკუმენტური ან მემუარები ან რაღაცა, რაც არ მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას, რომ დაძაბოდა პერსონაჟებში გაერკვიო და მათ ემოციებში და რაღაც კავშირებში და იმეებში. სკინკი წერს რომ ზუსტად ისე როგორც ნიკოს აწუხებს სხვისი ტელეფონის ეკრანი კინოშიო, ასევე მე და უამრავ სხვას კონცენტრაციას გვიღოს პოპკორნის ხრამუნიო. მანამდე ნიკო ამბობდა რომ მისთვის პოპკორნის ჭამა კინოში კულტურის ნაწილიაო და მგონია რომ პოპკორნის ჭამა და კოკაკოლის მას საერთო არაფერი აქვს კინოსთან და მხოლოდ იმიტომ გვტენიან რომ 22 ლარის ნაცვლად 50 დავტოვოთ. ახლა მოიცათ. ეხლა ნუ გამაგიჟეთ, ნუ დამაკარგინეთ ჭკუაი. ჯერ ერთი ეხლა როცა შუმი მომენტია კინოში ყველას ვთქვათ რომ მაშინ ნაკლებად ვახრამუნოთ. მაგრამ რანაირად ანუ გიდგას თან სადმიდი ხარ იმასაც გააჩნია. მე ყველა კინოში პოპკორნით მივდივარ, მაგრამ ჩუმ ნაწილებში ვთქვი რომ არ ვჭამო. მაგრამ ნუ ხო აქ მნიშვნელობა რომ ალმადოვარის ბოლო ფილმზე მიდიხარ თუ ჯარმუშზე თუ მერაზეს დავდივარ ხოლმე. მე მიყვარს მას კულტურა, სიმონ. ხო, ნუ ეხლა საავტორო და ზოგიერთ ფილმს ყველა ფილმს არ მოუხდება პოპკორნი. ყველა ფილმს არ მე ყველგან ვჭამ, მაგრამ ზოგან ვთქვი ხოლმე რომ ჩუმად ვიყო. აი სალოს არ მოუხდება მაგრამ. სალოს არ მოუხდება. საჩავარდღია რა, საჩავარდღი. მაგრამ ასევე მე რო ჰორორებზე დავდივარ, იქ ლაპარაკიც უხარ, ჩემი აზრით ვიღაცამ რომ შეხვიროს, გაიცინოს, რაღაცა იხუმროს იმაზე, ეგ იმისი ნაწილია. გამოცდილების ნაწილია. ახლა ნახევარში კინოში მაგიტომაც დადიხარ, რომ სხვებთან ერთად შეიგრძნო. Spider-Man-ი No Way Home თუ რომელია, სხვა Spider-Man-ები რო ჩნდებიან ხოლმე, რომელიღაცა ის არის, სოფოსთან ერთად ვიყავი და სახში მარტო არ ვნახავდი, მაგ ფილმს თუ რაგეთი არა ვარ Marvel-ის Cinematic Universe-ის და კონკრეტულად მე მგონი სინეფილებიც, პროფესიონალი სინეფილებიც არ არიან ესეთი მომხრეები ამ იდეალური სიჩუმის და წესრიგის. აი გოგისგანაც ვიცი რომ ეგეთი ის აი ის არ ვიცი რომ ბუზის გაფრენის ხმა ისმოდეს, ესე არ უყურებენ.
აი თქვა ტარანტინო ყვებოდა, ტარანტინოს უყვარს ჯოკერი, აი ეს ბოლო ჯოკერი რომელიც მეორე ჯოკერი კი არა პირველი. ის ამბობდა რომ თუ კინოში არ გინახავსო, ან არა აქ მომღამიო, იმიტომ რომ სხვებთან ერთად თუ არ ნახევ, ისეთი ვერ არის, მარტო დიდ ეკრანზე არ არის, ანუ ერთად ყურების გამოცდილებაზეც არის და დღეს ჩემ შემთხვევაში ჰორორების ერთად ყურებას სხვა მუღამი აქვს კიდე რა შაშინდები და ანუ გაიცინა. ეს კინო რუსთაველი რომელიც შენს სახლთან ახლოს არის ნიკო, აღარ იქნება კინო, ხო, როგორ ჩანს რაღაც. არ წდება გული. როგორ არ წდება გული? ანუ უფრო პრინციპულად ხა სხვაგანაც ვივლი, მაგრამ ხო რუსთაველი ჩემი საყვარელი კინო იყო სულ. ხო, ნუ რა ისე როგორ აი ეგეთი რაღაცები არის წარმოუდგენელი, აი როგორ ადრე რა ახლაც, მაგრამ ადრე განსაკუთრებით, იმიტომ რომ რუბრიკასავით ქონდა, ხო, ის წიგნებში გადარჩენილი ქალაქი, აი ამ იმას ესეთი მნიშვნელოვანი კულტურული წერტილები და ადგილები რაც იყო თბილისში, როგორ უდიერად ვეპყრობით და როგორ იმაშვებით, აი შანთავთ, აი ერთ-ერთი იმის ეს სათაურიც და მე იმაშიც ქონდა გამოტანილი ეს ქალაქი პალიმსესტი, ხო, აი როგორ შეიძლება ესეთი მნიშვნელოვანი კულტურული ობიექტი აი მხოლოდ ადამიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და არა სტიქიის ან რაღაც იმის აი ბუნებრივი კანონების გამო აი ვიღაც ტიპებმა გადაწყვიტონ და მოსპონ. ახლა მესმის რომ არ ხერხდება რესტავრაცია, გამაგრება რაღაცა და იშლება და ინგრევა და ვერაფერს ვერ მოუხერხებ, ხო? მაგრამ აი როდესაც უბრალოდ გადაწყვეტილებას იღებ რომ მოსპო ეკერა, აი სრულიად წარმოუდგენელი არის. არანაკლებ ადამიანის კვლელობაზე მე ვფიქრობ. მე მგონი რომ ნაკლები ადამიანის კვლელობაზე. ნუ რა ნიკო. და ასე ისიც მესმის რომ კინო ისეთი სახით როგორიც ადრე იყო, მით უმეტეს რა სუბსიდირებული იყო საბჭოთა დროს მე რაღაცა მაგდან შემოსავალს ვერ ნახულობს და შეიძლება ვერ იყოს კინო, მაგრამ ხო შეიძლება რომ რაღაცა იდოს მაგ შენობის დამუშავების პირობებში ეს კინოს ელემენტიც იყოს და სხვა რაღაცეები. ნიკო, უყურე მილიონი ისეთი ხარჯს გასწევს მთავრობა, რომელიც რომ არ გასწიოს, არაფერიც არ მოხდება. აი ბოლოს ახლა გეტყვი, კალათბურთელები გავიდნენ მეოთხედ ფინალში და 3 მილიონი ლარი გადასცეს. განა მენანება მისცეს, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეები არის, რასაც ის 3 მილიონი აკლია და იმას უფრო წაადგება. ხო და აი რო გვიხარია სიტყვაზე არ რომ მიდიხარ იქ ზალცბურგში ან ვენაში ან პრაღაში ან სადღაც და აი გეუბნებიან რომ აი აქ სიტყვაზე ამდენი წლის წინ აქ აი 3 დღით მოცარტი იყო გაჩერებული, აი აქ შვეიკი მოდიოდა და ლუდს ასვავდა და აი აქ ჩაპეკი ამას აკეთებდა და აი დიკენსი ამ ეს არის კულტურა და ეს არის რა ვიცი, აბა ერისთვის საამაყოც ეს არის, მე სარფიანად გასაყიდიც ის ტურისტი რო ჩამოდის. აბა აქ ახლა ჩვენ რო აგერ გახვალ რუსთაველზე და იქ შენობა დგას და გეუბნება ეს წარწერა არის რომ აქ ადრე ამ შენობის ადგილას იდგა შენობა რომელშიც ცხოვრობდა ალექსანდრე ჭავჭავაძე ან აი რაღაც ეგეთი აგერ ჩვენს თვალწინ დაანგრიეს შენობა სადაც აი გალაქტიონმა ცხოვრების ბოლო წუთები გაატარა იყო პალატა სადაც სიტყვაზე არ შეუშვეს იყო ფანჯარა რომლის რაფაზე შედგა გადმოხდა იყო ადგილი სადაც დაეცა ადგილენ და ამოთხარეს ორმო და ჩაასხეს ის ბეტონი და ახალი შენობა ააშენეს და ესე კულტურული ერი და ჩვენ გულში ჯიღების ცემა გვიყვარს რომ კულტურული ერი ვართ და ყველაზე კულტურული ერი ვართ არა თუ ზოგადად კულტურული ვართ და ესე ვეპყრობით ჩვენს კულტურას მე შუაში სტურ პოზიციას დავიჭერ ერთი მხრივ ქალაქი უნდა განვითარდეს და შეიძლება რაღაცა შენობა რომ საავადმყოფო საჭიროებდეს რომ არა რემონტს არამედ თავიდან აშენებას იმიტომ რომ აღარ ვარ გაიზძველი იყო და ნუ რა გავაკეთოთ გალაქტიონი იყო თუ ტიციანი თუ რაღაცა ისა გვაქვს მაგრამ აი პრაღა რო ახსენე პრაღა არის ძალიან კაი მაგალითი იმისა როდესაც ქალაქის მოსახლეები თვითონ ხშირად წყვეტენ ხოლმე რა უნდა გაკეთდეს და რა არა და ზოგ შემთხვევაში შეიძლება რა ვიცი კაია რომ ეს შენობა დგას ჩამონგრეული მაგრამ შეიძლება უკეთესი იყოს რომ რაღაცა სხვა იყოს მაგრამ ერთი და ორი ადამიანის ნებაზე არ უნდა იყოს და უნდა იყოს ჩართული თვითონ ქალაქის მოსახლეობა მაგის ან შენარჩუნებაში ან გარდაქმნაში ან ასე შემდეგ. ხო, შეიძლება რომ რაღაც ეგეთი ისაა. გეთანხმები. შემდეგი რუსთავიდან თავისუფალში წასასვლელად ყველაზე კარგი გორის მარშრუტკა. იყო უკვე წასული. ორონავი ტაქსის დადიოდა თავისუფალის გამო საავადმყოფო. ეს როცა დილას აქვს. კი, როცა კი, დილას როცა აქვს გორის მარშრუტკას მიყვებია. და მე ვფიქრობ, იქ რუსთავიდან რაც კი მინდის დასავლეთ საქართველოში ყველა მარშრუტკა არის კარგი გამოსავალი. რუსთავი თბილისის გზაზე წასაკითხი ჯიმის მოგვარე თემურ ეხუიაშვილის კურიერის ამბებია.
კი. კაი წასაკითხი არის კი. ხო, თან პატარა წასაკითხი არის. ხო, კიდე გავიმეორებ, ხო, ერთდროულად შეიძლება რამოდენიმე წიგნის კითხვა ერთი სიტყვაზე ის რომელიც ფიქრობ რომ უფრო სერიოზული ყურადღებით წასაკითხი არის, ხო? ნუ იმას ახლა შეიძლება ტრანსპორტში ვერ წაიკითხო, მაგრამ ტრანსპორტში შეიძლება წაიკითხო ან მოკლე ტექსტი, ან დოკუმენტური, ან რაღაც ეგეთი ვიღაც მოგონება, ან სტატია, ან რაღაც ეგეთი, ხო? თამარ ჩეულიშვილი გვწერს რომ დღეს ჩარლი კაკის ამბავი რო გავიგეო 13 საათის წინ არის დადებული, გავიფიქრე საინტერესო ნიკო თუ ჩაწერს მეთქი ამაზე პოდკასტს. არა, მაგ აქ ვილაპარაკეთ, აქ დავიხარჯეთ, მე პოდკასტებში იმაზე სისულელებზე ვილაპარაკობ ხოლმე. და მე იმაზე ჩავთქვი რომ ბოლო პერიოდში ისე დაემთხვა ყველა მნიშვნელოვანი ამბავი განკითხვის დღის წინ მოხდა. ხო, ანუ წინაზე ბრალი დაგუდეს კი რა აღნიშნეს სამართლიანად რომ ხშირად უფრო ნეკროლოგი გადაცემი მქონდა. ვიდრე რამე სხვა, მაგრამ ნუ რთულ დროში ვცხოვრობთ. რთულ დროში ვცხოვრობთ, კი. და ყველა იცინის იმაზე რომ მე ვცდილობ რომ ჯიმის დაამთავრებინო გადაცემა და არ გამომდის ეგ გეგმა ჩამიშალა ნინო ბარჯალაძე გწევს რომ შენეუბნები ჯიმის ამან. ხო და ბოლოს მაინც დასკვნითი სიტყვა თქვიო, მაგ დროს მაინც გამოდის რომ შენასრულებ გადაცემას. ასე რომ დაამთავრენ. არ გვიყვარს რომ თავდება გადაცემა და ეგ არის პრობლემა. დაამთავრეთ, თორე ქორი ისეთი თვალით გამოგხედა რომ მოგაშთობს უცბად. ვერ მომერება. ვერა? აი აქ ლეგენდები დადის ქორის იმეებზე, დიეტებზე და ვარჯიშებზე. ჯერ ერთი ქორის ეს ისა ჯანსაღი ცხოვრების წესი გამოადგა რედაქციას წვიმის დროს აქ წყალი ჩამოგვივიდა უამრავ ადგილზე და დავინახე ეს ნახევარლიტრიანი კილები, რომ ამწვეთებს უშვერენ და თქვი საიდან ეს ნახევარლიტრიანი კილებიო და ქორის მოაქვს მაწონს გიახლებათო, როცა დიეტაზეა. მაწონს, მეც მოყავს მაწონი, მაგრამ იქიდან არ მოხდება. ქილის მაწონი გაქვს? ქილის ეგოა, იმას ვერ ვჭამხოლას. მაწონის თავს ჭამ ხოლმე. მე ძალიან მიყვარს და როგორც ეს ხობს ეს. აუ მე სახში რო არის ხოლმე ეს ვაცლიდი და ისევ ჭამდი. არ ვიცი რატო ყველას ეს იზღებოდა. მოდინა ვალაჟნის გადააგდა. ცოტა ნაღების ის არის. სუ ჩემი პროცედურები არის ეგა. იქ ვცდილობ რომ ბევრი არის აი ესე კარგად. მეგონა რომ ჰარი პოტერის რაღაც. არა, ფერთხობ კოვს. არა, ადრე რო იყო ხო მე დიდი ხანი ეგეთი აღარ მიჭამია, მაგრამ სხვები რო იღებდნენ მე ვაგროვებდი და მაგას ჭამდი ხო. ხო, ნუ ახლა ალბათ ყველაზე ცხიმი და ყველაფერი. ხარ გადავაგდებ მომწონს და. ხო, არა, თუ რძის ნაწარმი ზოგადად გევასება და აი მაწონი მიყვარს, მაგრამ ჭამ ბარბაროსულად, ანუ ქლიანად სიმაწუნეს ვაკარგვინებ, იმიტომ რომ 5 კოვს შაქარს უყარე ესე ვშვები მთლე პლასმაში და აი უყურე გითხრა განა უშაქრო არ მიყვარს მაგრამ აი ესე ვოლუნტარისტულად გადავწყვიტე რომ უშაქროთ ვჭამო და რაღაც დროის მერე ამუღამებ და სრულიად არ გინდება შაქრით რა მაწონი სულ შაქროთ შაქრით სულ შაქრით აი 5 კოვს უშვებიო ნახევარ ლიტრშიო და აი ესე ვაყრე და მე ეს თქვენ დაწერეთ როგორ ჭამთ მაწონს შაქრით უშაქროთ და ნაღებით უნაღებოდ ქილის